ანუ თუ კი მე ვერ ვხედავ იმას, რომ ღმერთთან რო დავაყენე ჩემი თავი და ჩემი ცხოვრება, შევხედე და მივხვდი. რა ცუდი ადამიანი ვარ. იმასთან შედარებით კი არა, მეზობელთან შედარებით, არამედ მე როგორც ადამიანი ღვთის წინაშე რო დავდექი, მისი მცნებები რო გავიხსენე და რო შევადარე ჩემი თავი, ვინა ვარ და ვინ უნდა ვიყო და მივხვდი იმას, რომ როგორი ცოდვილი ვარ და როგორი არასრულყოფილი ვარ და მიუხედავად ამ ყველაფრისა ღმერთს მაინც ვუყვარ ვარ და ეს სიყვარული ის გრძნობებზე აწყობილი სიყვარული კი არ არის, გულში რო ვიგძენი, რომ მართლა ღმერთს ასეთი ვუყვარ ვარ, იმიტომ რომ ხვდები ლოცვის დროს, მსახურების დროს, როგორ მესაუბრება ის, როგორ შემოდის მიუხედავად ამისა, რომ მე ესეთი ვარ, ჩემს გულში როგორ შემოდის, მაშინ მხოლოდ და მხოლოდ ასეთ ადამიანს შეუძლია იქცეს სხვის მიმართ მოსიყვარულედ.